მოგესალმებით, მეგობრებო, ეს არის სფეროს პოდკასტი და ჩვენი პირველი ეპიზოდი გვინდა რომ დაეთმოს ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიც არის დაავადება, დამოკიდებულება და ამ ეპიზოდში გვინდა რომ ვისაუბროთ დაავადება, დამოკიდებულების შედარებით ნაკლებად ცნობილ გამოვლინებებზე, როგორიც არის ურთიერთობებზე დამოკიდებულება, შოპაჰოლიზმი, ემოციებზე დამოკიდებულება და ასე შემდეგ. და სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ჩემი უძვირფასესი მეგობარი ვახო მძინარიშვილი, დამოკიდებულების სპეციალისტი და პიროვნული განვითარების მენტორი და ფსიქოსოციალურ ცენტრ 180 გრადუსის თანადამფუძნებელი. ვახო, პირველ რიგში როგორ ხარ? კარგად, მადლობა. მაშინ დავიწყოთ, მოდი, ჩვენი საუბარი და პირველი მინდა რომ გკითხო, რას მიყავს ადამიანი დამოკიდებულებამდე და რას ნიშნავს დამოკიდებულება ფსიქოლოგიური და სულიერი კუთხით? ადამიანი დამოკიდებულებამდე ალბათ მიყავს მის შინაგან მდგომარეობას პირველ რიგში, მის ცნობიერებას, ანუ აღქმას, როგორ აღიქვავს სამყაროს, როგორ აღიქვავს თავის თავს, როგორ აღიქვავს მოვლენებს და თუნდაც როგორი დამოკიდებულება აქვს ამ ყველაფრის მიმართ, რამდენად ჯანსაღი თუ არაჯანსაღი. სხვათა შორის ალბათ დამოკიდებულებასაც მაგიტომ აქვს ქართულში ორი მნიშვნელობა. ერთი რაღაცაზე მიჯაჭვულობა, დამოკიდებულება როგორც რაღაცაზე მიჯაჭვულობა და მეორე თქვათ რამდენად ჯანსაღი დამოკიდებულება გაქვს სხვადასხვა მოვლენების ან საკითხების მიმართ. რამდენადაც ადამიანს არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს, ანუ აღქმა იგივე, ანუ იგივე ცნობიერება სამყაროს, ადამიანების, მოვლენების მიმართ, იმდენად ჯანსაღია, რამდენადაც არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს, იმდენად არაჯანსაღია მისი შინაგანი მდგომარეობა პირველ რიგში. და იც რა მეინტერესებს, აი არაჯანსაღ დამოკიდებულებაში ვთქვათ სამყაროს თუ ადამიანების მიმართ, აი ეგ რო გაშალო, რას გულისხმობ? ესე იგი, მოდი ცნობიერება დავყოთ დონეებად. ეს ამას პირველად მე არ ვაკეთებ, დევიდ ჰოკინსმა, იყო ეგეთი ამერიკელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი, რომელმაც ცნობიერება დაჰყო დონეებად. და ყველაზე დაბალი ცნობიერების დონედ ჩათვალა სირცხვილის მდგომარეობა. ანუ შიშის ერთ-ერთი ფორმა. ესე იგი, ყველაზე დაბალი ცნობიერების მდგომარეობაში, ესე ვთქვათ, ადამიანი განიცდის სირცხვილს, შფოთს, აპათიას, ანუ უიმედობას, ეჭვებს, შიშებს, მისხანებას, ანგარებას, ბოღმას, შურს და აი ამ დამანგრეველ ემოციებს, რაც ჩამოვთვალე. აქედან გამომდინარე, ადამიანი, როდესაც განიცდის ამ დამანგრეველ ემოციებს, მას აქვს სულიერი ტკივილი და აი ამ ტკივილს სჭირდება გაყუჩება. და ზუსტად დამოკიდებულების ერთ-ერთი აღმძრავი და ერთ-ერთი მიზეზი არის ტკივილი და მოხმარება უკვე და ეს მოხმარებაც ადამიანს, აი რამდენადაც ინდივიდუალურია ადამიანი, იმდენად ინდივიდუალური სტრატეგია აქვს, თქვათ როგორ გაიყუჩოს ტკივილი, თუ როგორ შეივსოს ის სიცარიელე რა. ან შეიძლება დავარქვათ სულიერი სიცარიელეც ამ მდგომარეობას, სულიერი ტკივილიც. შეიძლება დავარქვათ სიბნელეც და მუდმივად ცდილობს, რომ რაღაც ილუზიით გაანათოს ეს სიბნელე, რაღაც სუბსტანცია იქნება, თქო, ემოცია იქნება თუ ქცევა, ანუ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი სუბსტანციაც და ქცევაც იწვევს ემოციებს და შეგრძნებებს და აი ამ ემოციები და შეგრძნებებით ცდილობს ადამიანი ამ ოღონდ რა თქმა უნდა დროებით ამ მდგომარეობიდან გამოსვლას. ანუ ამ დისკომფორტს რითიც გაურბის ადამიანი, ალბათ ყველაფერი ნარკოტიკია. და დავამატებ ბარემ აქვე, რომ ესეთი ცნობიერების მდგომარეობაში ადამიანი უბრალოდ უძლურია, აი ამ მუდმივად ამ მდგომარეობაში უბრალოდ ვერ გაძლევს.
აქედან გამომდინარე ის ყველა ვარიანტში ვიმეორებ გარკვეული სტრატეგიით ეცდება რომ ამ მდგომარეობას რამე მოუხერხოს და როგორ მოუხერხებს კი გაიქცეს და გადარჩეს და ვინ როგორ უხერხებს ეგ უკვე ძალიან ინდივიდუალურია და აი ვინ როგორ უხერხებს მაშინ აი ზუსტად აქ კითხავ რა გამოვლინებები აქვს დამოკიდებულებას იმიტომ რომ ის ზუსტად ვინ როგორ გაურბის არის ალბათ ვიღაც გაურბის ნარკოტიკით რაღაც კონკრეტული სუბსტანციით ვიღაც თამაშით, მუდომანით და ვიღაც მაგალითად მოიხმარს სხვა ადამიანების ემოციებს რა და შენ ახლა ბევრად კარგად იცი ეს გამოვლინებები და რომ ჩამოგვითვალო რა ნაკლებად ხელშესახები გამოვლინებები დამოკიდებულების. ხო, ზოგადად ძალიან ბევრი ტიპი არსებობს ესე ვთქვათ ჰოლიკების და მანიების. ყველაზე გავრცელებული და ყველაზე დამანგრეველი არის ყველასთვის ცნობილი აზროვნების და ცნობიერების შემცვლელი ნივთიერებები. ეს არის ალკოჰოლი, ეს არის ნარკოტიკები და მოდი ალკოჰოლიც გავიყვანოთ ნარკოტიკებში, ეს ყველაფერი ნარკოტიკია. და რაც შეეხება ანუ ესენი ნივთიერებები და ასევე ხდება სტრატეგია, რომელიც სულინდება ქცევით. ეს არის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ეს არის თანადამოკიდებულება და ურთიერთდამოკიდებულება. ანუ არაჯანსაღი ურთიერთობა, ჯანსაღი მხოლოდ და მხოლოდ თანაზიარი ურთიერთობაა და სხვა დანარჩენი, რომელიც ეფუძნება ბედნიერების ძიებას, ხო, ყველანაირი ურთიერთობა არაჯანსაღია, იმიტომ რომ აქვე ვიტყვი მაგას, რომ ეგეთი გამონათქვამიც არის, თუ არ ვცდები, ინდური, რომ ადამიანი ეძებს ბედნიერებას და პოულობს ტკივილს. იმიტომ რომ ბედნიერება არსად არ უნდა ვეძებოთ, ის ჩვენშია. და ამას ადამიანში ვეძებთ, ნარკოტიკში ვეძებთ თუ სხვადასხვა ქცევაში, ის ყველა ვარიანტში მოგვიტანს ტკივილს. ესე იგი, ქცევითში ასევე არის აზარტული თამაშები, ურთიერთობებზე დამოკიდებულება და თანადამოკიდებულება, ვნებებზე დამოკიდებულება, რაც მოიაზრებს სექსუალურ ვნებებს და მძაფრ ემოციებზე დამოკიდებულებას. workings ასევე ითვლება ეს საკმაოდ გავრცელებულ და დაავადებად, გამოვლინებად და დიდ პრობლემად და სხვათა შორის არანაკლები სოციალური ზიანი გვაქვს workaholic-ის შინაგან მდგომარეობას. თქვათ, ну, მაინც ალბათ არ იქნება სწორი რომ შევადაროთ ნარკომანიას, მაგრამ workaholic-ი როდესაც ბრუნდება სახლში, როდესაც მან უნდა დაუთმოს დრო მეუღლეს და შვილებს, ის უბრალოდ უძლურია და მთელი ემოციებით, შეგრძნებებით და ფიქრებით ისევ არის ჩართული საქმეში. ამას სხვათა შორის ბავშვები განსაკუთრებით აღიქვავენ ძალიან მძიმედ და თვლიან, რომ თქვათ, თუ მამა არის workaholic-ი, ბავშვი და შვილები თვლიან, რომ ისინი არ არიან საკმარისად კარგები იმისთვის, რომ მამამ დაუთმოს დრო და მათ თვითშეფასებაზე მოქმედებს ეს და საკუთარ თავს იდანაშაულებენ. იმიტომ რომ რამდენადაც არ უნდა მოინდომო და თქვათ ფიზიკურად იქ იყო, თუ არ ხარ ემოციურად მათთან და ემოციური კავშირი არ გაქვს და შენ ამ ბავშვთან ყველაფერს ხვდება, გრძნობს რაღაც იმპულსურად, ბავშვს აქვს იმის უნარი, რომ ყველაფერი იგრძნოს განსაკუთრებით მშობლის მდგომარეობა. ამიტომ ეს მას გრძნობს და მე სხვათა შორის ამის კომპენსაციას ცდილობენ ხოლმე მშობლები, თქვათ, ჰიპერმზრუნველობით და რაღაცეების ყიდვით და ესე ვთქვათ, რაღაცა კამფეტების და ამით კიდე ხელს უწყობ, რომ ახალი დამოკიდებული ადამიანი ჩამოყალიბდეს, ხო? ჩემი აზრით, ვთქვათ, ხო არის მოსაზრება, რომ დამოკიდებულების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი არის უსიყვარულობა ან ჰიპერმზრუნველობა და მე ვფიქრობ, რომ ეს ჰიპერმზრუნველობის მიზეზიც უსიყვარულობა არის. აი, როდესაც მშობელს არ აქვს უბრალოდ შინაგანი, სიყვარულის მდგომარეობაში თვითონ არ არის
შესაბამისად ვერც გასცემს და შესაბამისად შვილთანაც არ შეუძლია სიყვარულის გაცემა, სიმშვიდის გაცემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დედისგან, ხო? რომ დედამ უნდა დედა აძლევს ფაქტიურად ყველაფერს შვილს. თავდაჯერებულობასაც, სიმშვიდესაც, სიყვარულსაც, განსაკუთრებით სიცხოსაც გეთანხმები და მას თუ არ აქვს, შესაბამისად ვერც გასცემს. მამის ფუნქცია უფრო მაინც შედარებით სხვა არის, რომ უფრო მამამ უნდა გარესამყაროს აზიაროს და შესაბამისად მამა თუ არ არის თვითონ ჯანსაღად შინაგანად ვერც აზიარებს ჯანსაღად გარესამყაროს. და აი ზუსტად ესეთი რაღაც ხდება ხოლმე, რომ დედისგან ვერ მიიღო ძალიან ბევრი რაღაც და მამისგან ვერ ეზიარა სამყაროს ჯანსაღად. და ეს მოვაყოლეთ workaholics-ს ამ და ამ. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო და ხო და ესე იგი რას ვამბობდი, რომ ესე იგი შეიძლება მშობლები იყვნენ შვილებთან, მაგრამ იქ თუ გონებით სხვაგან არიან, ფიზიკურად იქ ყოფნას აზრი არ აქვს და ვერც ემოციური კავშირი ვერ გექნება და ვერც ის მაგას ჯობია რომ ნახევარი საათი დაუთმო და შეეცადო რომ მობილიზდე და მთლიანად ემოციურად და ყველანაირად იყო მათთან, ვიდრე მთელი დღე იყო მათთან და გონებით სხვაგან. სხვა შორის აი ნეიროფსიქოლოგებიც მაგას ამბობენ, რომ ჯობია ეს რაღაც 20 წუთი გამოყო და მართლა ბავშვთან იყო, ვიდრე რაღაც იყო და რეალურად იქ არ იყო რა, რასაც აი როგორც ჩვენ თქვი, გძნობს. კი. და იცი რა მაინტერესებს, აი თანადამოკიდებულების სიმპტომები რა არის? აი როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მისი სიყვარული უკვე რაღაც თანადამოკიდებულებად იქცა და დაკარგა, ესე ვთქვათ, ბრჭყალებში ჯანსაღი სახე. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ დამოკიდებულმა ადამიანმა საერთოდ სიყვარული, აი უპირობო სიყვარული რა არის იცის და სიყვარული ალბათ არის მხოლოდ უპირობო, ხო რაღაც განპირობება ძალიან რთულია მთლად ეგეთ სიყვარულზე ვისაუბროთ უპირობო სიყვარულზე. მაგრამ მაინც თანადამოკიდებულის სიყვარული ვფიქრობ, რომ ანგარებაზე დაფუძნებულია და ის ეძებს, ასე ვთქვათ, საკუთარ მნიშვნელობას და საკუთარ როლს ამ ურთიერთობაში, სადაც თავს იგრძნობს მნიშვნელოვნად, თავს იგრძნობს მნიშვნელოვნად და საჭიროდ და ასევე გაუცნობიერებლად ალბათ ანგარებაზე დაფუძნებულია თქო რო თქვი, ეძებს აი ამ სიცარიელის შევსებას, იმ სულიერი სიცარიელის და თანადამოკიდებულებას ისევე როგორც დამოკიდებულება, ესეც არის შინაგანი სულიერი და პიროვნული სიცარიელის ერთ-ერთი გამოვლინება, ვთქვათ რაღაც თუ საუბრობთ რომ დამოკიდებულება და ავადება, უბრალოდ ცოტა ცუდად ჟღერს სიტყვა დაავადება და ყველას არ უნდა რომ ეს მიიღოს ეს თვითონ ეს სიტყვა დაავადება, მაგრამ ანუ ქართულში ავიდან მოდის დაავადება, ანუ ავიდა კარგი ხო რა ვთქვა. მე გარვიცოდი. ხო, მეც რო დავაკვირდი, ანუ კარგად არ ხარ, ანუ ავად ხარ რა, ეგ არის რომ დაავადება არის რომ კარგად არ ხარ, თორემ მაინც და მაინც სიმსივნე და ინსულტი არ არის დაავადება რა, დაავადება არის მდგომარეობა, როცა რაღაც გაწუხებს, როცა არ ხარ კარგად და ხარ ავად. მე საინტერესოა ეგ დაკვირვება. ხო და ზუსტად ანუ არ არის კარგად დამოკიდებული. და ეძებს, აი ზუსტად განწირული ეძებს ამ კარგად ყოფნას გარე სამყაროში რაღაც და მე დარწმუნებული ვარ, ჩემი პირადი გამოცდილებითაც მივხვდი მაგას, რომ გარეგანი ცვლილებები შინაგან მდგომარეობას საერთოდ არ ცვლის. რამდენიც არ უნდა შევცვალო, როგორი წარმატებულიც არ უნდა გავხდე, ფინანსურად როგორი დამოუკიდებელიც არ უნდა გავხდე, ცნობილი თუ როგორი ძალაუფლებაც არ უნდა მქონდეს, თუნდაც მთელ სამყაროზე, ხო? თუ
თუ არ გაქვს საკუთარ თავზე ძალაუფლება, ალბათ ყველაზე წარუმატებელი ხარ და საკუთარ თავზე ძალაუფლება არის ერთ-ერთი ურთულესი რამ. შეიძლება მილიარდობით ადამიანზე გქონდეს ძალაუფლება, მაგრამ საკუთარ თავზე საერთოდ არ გქონდეს, ამიტომ ჩემი აზრით ითვლები სუსტად. და არათავისუფლად. თავისუფლებაც ეგ არის. საკუთარი თავისუფალი, რაღაცა ქართული სიტყვების იმის არჩევია რაღაცა, მაგრამ არა, ხო, ძალიან საინტერესოა. ხო, მაგრამ საინტერესოა, ხო, რაღაც ბევრი სიბრძნე. შენი თავისუფალი, შენი თავი კი არ არის შენი უფალი და რაღაცა შენი მინდა არ მინდას მონა კი არ ხარ. შენ ხარ შენი თავის უფალი და შენი თავის მმართველი. ანუ ეს არის მდგომარეობა, როცა რაღაც გინდა, მაგრამ შეგიძლია რომ არ გააკეთო. ანუ შენ გააგზავნა უფლება. მე ძალიან მომწონს ფრანკლის განმარტება თავისუფლების რა, რომ თავისუფლება არის შინაგან არჩევანს და აი გარეთ რაც მოხდა, ხო, რაც მოვლენა რა, აი შენ როგორ უპასუხებ ამ მოვლენას, იყვირებ, პაუზას აიღებ, თუ რას გააკეთებ, აი ზუსტად ეგაა, მან დევს თავისუფლება რა და მართლა ეგრე არის რა. ასევე აი ეხლა რომ დავფიქრდი, თავისუფლება არ აქვს ინფანტილურ ადამიანებს და რაში მჟღავნდება და სხვათა შორის დამოკიდებული და თანადამოკიდებული ადამიანების მგონია რომ ყველას საერთო ხასიათის დეფექტია ეს ინფანტილურობა. და ზუსტად ინფანტილურობა არის როდესაც მომწიფებელი ფსიქიკა, რომელიც ხელმძღვანელობს სურვილებით და არა ღირებულებებით. რაც მომწიფებული ზრდასრული ფსიქიკა, ანუ შინაგანი ბავშვი, სადაც მართავს მთლიანად ადამიანს, ხო? ხო, მანდაც მინდა არ მინდას მონა. ამჭირდება, არ მჭირდება, მაგას ვერ განიხილავს. სხვათა შორის აი ესეც დამოკიდებულის და თანადამოკიდებული ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე, ესე ვთქვათ, დიდი პრობლემაა ინფანტილურობა. და განსაკუთრებით მაინც მგონია, რომ ჩვენი კულტურის და ჩვენი აღზრდის წესის შედეგიც არის ინფანტილურობა, რომ ბიოლოგიურად შეიძლება იყოს ადამიანი 50 წლის, მაგრამ ფსიქოლოგიურად იყოს 15-ის და ბევრი ადამიანი გვინახავს, ხო ეგეთი. კი. და ერთ-ერთი ზუსტად აი ამ ინფანტილურობის ვიმეორებ, მინდა რომ ეს ყველამ კარგად დაინახოს რა, საკუთარ თავში თუნდაც ინფანტილურობა. რომ რა მჭირდება იმის მაგაზე ბევრად უბრალოდ ეს ინფანტილურობა ყველამ რომ დაინახოს საკუთარ თავში კიდევ ერთხელ ვიმეორებ ინფანტილური მდგომარეობა არის ანუ მომწიფებელი ფსიქიკა რომელიც პასუხისმგებლობას არიღებს? ხო, უპასუხისმგებლო არის და ვერც იღებს, ანუ არ იღებს არა, უძლურია უბრალოდ და უძლურია საკუთარი სურვილების წინაშე. და მინდა არ მინდათი ხელმძღვანელობს. ზუსტად. თანადამოკიდებულებაზე ვსაუბრობდით. კი. აი ერთიც რა მინდა გითხო თანადამოკიდებულებაზე. ძალიან რთული გასააზრებელია ალბათ თანადამოკიდებული ადამიანისთვის, რომ შეიძლება თანადამოკიდებული ადამიანის, ესე ვთქვათ, ბენეფიტი ურთიერთობაში იყოს ის, რომ მოიხმარდეს მძაფრ და, კიდევ ერთხელ ბრჭყალებში ნეგატიურ ემოციებს რა. ანუ ქვეცნობიერად შედიოდა ისეთ ურთიერთობაში, სადაც იცი, რომ არ იქნება სიმშვიდე, მუდამ იქნები გადამრჩენელი, ან მსხვერპლი, ან მოძალადე რა. აი ეს რო გაგვიშალო, ანუ ეს ეხო რაც ცოტა დაუჯერებ ლაჭყერს, რომ რატო უნდა უნდოდეს ადამიანს ქვეცნობიერად რთული სიტუაციები ცხოვრებაში, ვიღაცის გადარჩენა, რაღაციდან გამოსვლა, თუმცა რეალურად ძალიან ბევრი ადამიანს ქვეცნობიერად მოსწონს ეს და ირჩევს ამას რა. კარგი მაგალითია, კარგი შეკითხვაა თამთა და კარგი მაგალითია ამის მოთამაშე. და მოდი ჯერ აი მოთამაშეზე ავაგებ და მე გადავიდე თანადამოკიდებულებს. თუ გამექცა გამახსენე რა. აი. ესე იგი, კარგი მაგალითია ზოგადად მოთამაშე იმისა, რომ ემოციები ნარკოტიკებია. ხალხს უჭირს მაგის გააზრება. და მოდი შევხედოთ თვითონ თამაშის პროცესს და მოთამაშეს, რომელიც საერთოდ არანაირ სუბსტანციას და არანაირ ქიმიურ ცნობიერების შემოსავ ნივთიერებას არ მოიხმარს. ესე იგი, მოთამაშე არის სრულად იმ ემოციურ ეიფორიაზე დამოკიდებული და იმ მძაფრ ემოციებზე,
რომელსაც განიცდის თამაშის პროცესში. ეს იმდენად მძაფრია ეს ემოციები, რომ მე მოთამაშეებისგან ხშირად მსმენია, რომ აი რამ უნდა გამოიწვიოს ცხოვრებისეულმა მოვლენამ ეგეთი სიმძაფრე, რომ მე რომ დამაკმაყოფილოს, აი რომელმა მეგობართან ერთად გასეირნებამ, ან რომელმა ფილმმა და ეს ძალიან ესე ვთქვათ, უტრუხებს ცხოვრებას, იმიტომ რომ მისთვის რაღაც ეს ცხოვრებისეული მოვლენები არის ძალიან დაბალი დონე რა ემოციების ისეთი მძაფრი ემოციები აღარ ხო, რა თქმა უნდა. და მანდაც ანუ მოთამაშეს ხე იქ იმ მძაფრ ემოციებში არის ძალიან დიდი მოლოდინიც, ძალიან დიდი შიშიც, ადრენალინი. და თანადამოკიდებულზე გაცილებით უფრო მძაფრ ემოციებში არის. და მანდაც შეიძლება გაჩნდეს შეკითხვა რა შეაწყობს ამ ესეთი სიმძაფრის ნერვიულობა და ადრენალინი და შიში ან ასე შემდეგ. კიდე ანუ რითი თქმა მინდოდა რა მოთამაშის ფენომენზე ერთი საინტერესო დაკვირვება მაქვს ჩემი პირადი. ერთი ადამიანი მოკლედ ვიცნობ ამ ადამიანს იყო მოთამაში. შემდეგ პრობლემები შეიქმნა ამ თავის თამაშიდან გამომდინარე და ისეთი პრობლემები შეიქმნა რომ უბრალოდ აღარ გქონდა თამაშის გაგრძელების არანაირი რესურსი და გადაწყვიტა რომ აღარ ეთამაშა, ჩადო მთელი ძალისხმევა და ასე შემდეგ. ანუ მისი დაავადება სად წავიდა? კი, მან კი შეწყვიტა, თქვათ, თამაში, მაგრამ მისი დაავადება, რა თქმა უნდა, გამოვლინდა სხვა რაღაცეებში და კლასიკურად როგორც ვლინდება, ვთქვათ, ალკოჰოლში, მე ალკოჰოლი უარეს პრობლემებს ქმნის, იმიტომ რომ ალბათ ალკოჰოლი ნარკოტიკებში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ნივთიერებაა, რომელიც ჭუიდან გშლის და არადეკვატური ხარ და საშიში ხარ და მკვლელი ხარ და ასე შემდეგ, კრიმინალი ხარ, ჩვეულებრივი. მე ალკოჰოლმას პრობლემები შეუქმნა და მე გადაწყვიტა რომ ალკოჰოლის ვისაც დაენებებინა თავი, შემდეგ მისი დაავადებასაც წავიდა. არსად. ისევ ის დაავადებული თავი ედო მხრებზე, რაც მთავარია. და ისევ ის დაავადებული სამეგობრო და სოციუმი ყავდა და ისევ ისეთი დაავადებული ცნობიერება ჰქონდა. შემდეგ თქვათ შემდეგი ეტაპი იყო რომ დაიწყო მოსაწევის მოწევა რაღაცა სხვადასხვა რაღაცეების ცდა ესე ვთქვათ. მე შემთხვევით აღმოვაჩინე კიდე საერთო მეგობარი ყავს და ამათ ერთად ჰქონდათ ბიზნესი. და აღმოვაჩინეთ ერთად მე და იმ ჩემმა საერთო მეგობარმა რომ ეს ისევ თამაშობს. ანუ ეს ისევ მოთამაშეა ამ წლების განმავლობაში. ოღონდ თამაშობს ბიზნესში და როგორ აღმოჩნდა რომ ეს ჩემი საერთო მეგობარი მეუბნება რომ ანუ ამას რო უნდოდესო და ძალით რო არ რევდესო სიტუაციას ეხლა რამოდენიმე მილიონი გვექნებოდა უკვე ნაშოვნიო მაგრამ ამას ქვეცნობიერად ქმნის ისევ იმ ღელვას ამ საქმეში ამ ფულს ეხება ხო და რაღაცა უაზროდ ის ხა გამოვართვა ანუ რაღაცა ისეთ ღელვას ქმნის სპეციალურად და შტორმებს რომ მიიღოს ის მძაფრი ემოციები, ადრენალინი, მოლოდინი, ესე ვთქვათ, აი მოთამაშის რაც არის და აღმოჩნდა რომ ეს ტიპი ისევ მოთამაშეა, პარალელურად სხვა ნარკოტიკებმა არ გაამართლა თან და მიაგნო და ისევ თამაშობს ოღონდ სხვა რაღაცაში. და ასევე მოთამაშეები ცხოვრებაშიც ხშირად ქმნიან შემდეგ მძაფრ სიტუაციებს და სპეციალურად იტყუება რაღაცას ხლართავს სპეციალურად ძაბავს ესე ვთქვათ მოვლენებს და გარემოებებს რომ აი ეს მძაფრი ემოციები ადრენალინი მიიღოს. ანუ როგორც ლუდომანი, ანუ ადამიანი რომელიც თამაშობს და ამ რაღაც მძაფრ ემოციებს მოიხმარს, ხო, ამით გაურბის საკუთარ შინაგან სამყაროს და რეალობას. ანუ ეს პარალელი გაავლე, რომ თანადამოკიდებული ადამიანი ზუსტად მაგას აკეთებს, ხო? თანადამოკიდებული ადამიანი უბრალოდ სხვა სტრატეგია აქვს და ხო, ის ესე იგი ის იკვებება სხვა ტიპის ემოციებით, რა თქმა უნდა, ანუ იქ ადრენალინი ნაკლებია, მაგრამ დოპამინი ალბათ იქაც დიდი რაოდენობით არის.
ის იკვებება იმ ემოციებით, რომელსაც იღებს საპირისპირო სქესისგან. მისი ნარკოტიკი არის მისი წვილი. მისი ნარკოტიკი არის ადამიანი. ერთხელ დამოკიდებულები და თანადამოკიდებულები კამათობდნენ, რომ რომელი შემთხვევა უფრო მძიმეა, დამოკიდებულება თუ თანადამოკიდებულმა ადამიანმა, თანადამოკიდებული ამტკიცებდა, რომ ბევრად რთულიაო თანადამოკიდებულება, ვიდრე დამოკიდებულებაო და ამის არგუმენტიც მაქვს და დავამტკიცებო და აბა გისმენთ დაამტკიცე. იმიტომ არისო თანადამოკიდებულება უფრო რთული ფორმაო, რომ აქ ნარკოტიკი გელაპარაკებაო. ანუ ცოცხალი არის. პირდაპირი გაგებით, კერავს და გელაპარაკება და манипуლირებს შენზე და ანუ იქ დამოკიდებული შემთხვევაში ის არის სუბსტანცია და არასულიერი და აქ არის სულიერი ცოცხალი, რომელსაც ლაპარაკიც კი შეუძლია. არა, საინტერესოა. და ესე იგი იღებს თანადამოკიდებული, ესე ითვლება რომ იმ როლები ხო ნარკოტიკებია. რაღაც როლში ადამიანი აი ამ როლშიც გაურბის საკუთარ შინაგან მდგომარეობას. ერთხელ ეგეთი რაღაც წავიკითხე, რომ თქვათ 100 ადამიანში რომ დავაკვირდეთ და ყველაზე ჰიპერაქტიური ვინც არის, ის ყველაზე ცუდად არის რეალურად. ყველაზე ჰიპერაქტიური შეიძლება ყველაზე მეც გადაობდეს, გვერდიდან რომ შეხედო ცოტა რაღაცა სხვა დაკვირვებით შეიძლება გეგონოს რომ ეს ადამიანი ყველაზე ბედნიერია, ყველაზე კაი ტიპია, ყველაზე მხიარულია, მაგრამ ის ყველაზე ცუდად არის. ის აი ამ როლით და ამ ჰიპერაქტიურობით გაურბის ზუსტად იმ შინაგან დისკომფორტს, რაც არის დამოკიდებულების პრობლემა. ყველას გონია რომ დამოკიდებულების პრობლემა მოხმარება არის რეზულტატი. შეიძლება ეს იყოს ჯამბაზის როლი. შეიძლება ეს იყოს ადამიანი რაღაცა Porsche-ს ჯიპში მაგარი ტიპის როლში. შეიძლება იყოს გადამრჩენელის როლში, მზრუნველის, თანადამოკიდებულის როლი ერთ-ერთი არის გადამრჩენელის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა მესიის, გმირის როლი, ისეთი გმირის, რომელმაც საკუთარი ცხოვრებაც კი გაწირა. და მთლიანად შენ ცხოვრებაზე აიღო პასუხისმგებლობა და არც უნდა დაუფასო ძმაო, ამიტომ მუდმივად სადღაც ელოდება აპლოდისმენტებს, მუდმივად ელოდება შედეგებს და ამ როლში ყოფნა, რა თქმა უნდა, მე იწვევს რაღაც მიჯაჭულობებს, კონტროლზე მიჯაჭულობას. სულ მოლოდინი გაქვს ალბათ, რა იცხოვრება მოლოდინი იმედ ხო წენაზე მიჯაჭულობასაც, რომ სადღაც აი ეს მსხვერპლის როლში და თვითგვემაშიც და რაღაც საკუთარი თავის შეცოდებაზე მიჯაჭულობასაც და ანუ ამის მოხმარებას. ანუ მაგ დროს ბიოქიმიაც კი იცვლება ადამიანის, როდესაც აი ამ ემოციებში და შეგრძნებებში არის. ნეიროტრანსმიტერების დონეზე ალბათ გადაეწყობა მაგაზე რა. თუ დაფიქრდებით, ყველა იგრძნობთ, რომ როდესაც ადამიანი არის ნაწყენი და აი ამ წყენას კარგად ატრიალებს და იხსენებს, მასში ბიოქიმიური პროცესი იცვლება. ხო. თანანუ აი საოცარი რა არის, რომ იმ დღეს ვუსმენდი რაღაც უცხოურ პოდკასტს და ჩვენი ტვინი ვერ აღიქვავს რეალობას, მართლა ხდება ეს რაღაც თუ არ ხდება. ანუ მე თუ რაღაცაზე ვფიქრობ, აი ესე მძაფრად რა, რომ ისე ამ წყენას ვატრიალებ, ჩემს ტვინს განცდის დონეზე, გონია რომ ეს რაღაც ისევ ხდება მართლა და აი რამდენად მტკივნეული არის რეალურად და რამდენად ტრამვულია ალბათ რა ტვინისთვის, რომ ერთი და იგივე რაღაცას რამდენჯერმე ატრიალებ და ეს თავიდან განიცდის ამ ყველაფერს რა. უბრალოდ უძლურია მან არა მესმის. მაგ დროს ალბათ გადარჩენის ინსტინქტი ხო ყველაზე ძლიერი ინსტინქტია და მან გადარჩენის ინსტინქტი ძალიან დიდ როლს თამაშობს. გეუბნება რომ ფეხზე მკიდია, შენ რამენაირად ამ მდგომარეობიდან გამომიყვანე. და ეს გინდა მედიკამენტით გააკეთე, გინდა რაღაც როლში შემიყვანე და იქ დამავიწყო. ან ზოგი იძინებს სტრესის დროს, ეგეთი ის აქვს საშუალება გადარჩენის, რომ იძინებს. ზოგი ალკოჰოლს, ნარკოტიკებს მოიხმარს, ზოგი პორნოგრაფიას მოიხმარს,
პორნოზე დამოკიდებული, აი ალკოჰოლზე დამოკიდებული რო გაბრაზდება, უნდება დალევა, პორნოზე დამოკიდებული რო გაბრაზდება, უნდება პორნოგრაფიის ჩათვა. ის მაგით გადის იქ ამ რეალობიდან. ნუ მოკლედ ყველანაირი გაქცევა არის გამოვლინება ამ დაავადების. გამოვლინება. იც რა მაინტერესებს აი შენ მეგობრის თემას მინდა რომ ლოგიკურად მივყვეთ რა, აი შენ თქვი რომ შენ მეგობარმა რაც თამაში შეენაცვლა ალკოჰოლი რაც ურთიერთობით ამანაც არ იმუშავა და შენ მიხვდი რომ ის უკვე რაც ბიზნესშიც თამაშობს ამ ძაფრემებს. აღმოჩნდა რომ პარალელურად თან თამაშობს ეს ის. ხა. აი აქ მინდა კითხო ეგ რომ შეიძლება თუ არა რომ ადამიანი განიკურნოს მხოლოდ საკუთარი ძალით. ოღონდ განკურნებაში არ გულისხმობ იმას რომ უბრალოდ დარჩეს ფხიზელი. ხვდები? ანუ აი შეცვალოს მისი ცნობიერება, პატერნები, მისი ცხოვრებისეული. აი რამდენად შესაძლებელია ეგ და თუ ყავს ვინმე გარშემო მაგალითი, რომ რაღაც მხარდაჭერის გარეშე, თუნდაც ჯგუფური მხარდაჭერის გარეშე ეს ადამიანი აღარც მოიხმარს და შეცვლილია რა მისი ცნობიერების დონე. მე არ მინახავს ეგეთი შემთხვევა, რომ ამ პრობლემიდან ესე ვთქვათ, გამოძვრა ადამიანი დახმარების გარეშე. შეიძლება თეორიულად რომ შევხედოთ ახლა ამ 8 მილიარდ თუ 9 მილიარდ ადამიანში ვიღაცამ შეძლოს გაუმჯობესება საკუთარი შინაგანი მდგომარეობის. გამოჯანმრთელება უდრის ცნობიერების ამაღლებას, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. მაგრამ ხო უნდა აღმოაჩინო ეს ყველაფერი. აი აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. აღიარებამდე სანამ მივალთ, უნდა აღმოვაჩინოთ. შემდეგ უნდა ვაღიაროთ. ამის სხვა ადამიანთან აღიარებასაც ძალა აქვს. შემდეგ ბევრად მარტივიც არის და ბევრად უფრო რაციონალურიც რო ადამიანი, რომელსაც ეს გზა უკვე გამოვლილი აქვს, რომელიც გრძნობს შენ მთლიანად ემოციურ მდგომარეობას. რომ ეს ადამიანი უბრალოდ შენი ფსიქოლოგი კი არ არის. ეს ადამიანი გიზიარებს საკუთარი გამოჯანმრთელების გამოცდილებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აი მე სულ ამბობ ხოლმე, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ აი ეს შენი ცნობიერების რაღაც ბნელი მხარეები განათდეს. და ამას მე პირადად ყველაზე მეტად ამის განათებაში დამეხმარნენ ის ადამიანები, ვისაც ეს გზა უკვე გამოვლილი ქონდა. კი დამეხმარა ლიტერატურაც, ლექციებიც, პოდკასტებიც თუ ასე შემდეგ. მაგრამ ეგ გონია რომ მე უფრო დაგეხმარა, აი თავიდან რაც ფენები რომ მოიხსენი, ყველაზე მძიმე. ხო, თავიდან კი ენერგეტიკულ კავშირსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. და ალბათ მე მაინც მგონია რომ ძალიან რთულია საკუთარი ძალებით, მე არ მინახავს და ანუ არც ვიტყვი რომ შეუძლებელია, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ შეძლოს 8 მილიარდში ერთმა ადამიანმა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმასაც ბევრად გაუმარტივდება და ბევრად უფრო მალე შეძლებს ამ გზის გავლას, ვიდრე საკუთარი ძალებით. ანუ მაშინ აღარ იარსებებდა ხო მასწავლებელი და აღარ იარსებებდა თქვათ რაღაცა აკადემიები და ასე შემდეგ. ჩვენ ყველა უზიარებთ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას და თუნდაც ხატვას მასწავლებელი რო გასწავლის ბევრად უფრო პროფესიონალურად და მალე ისწავლი, ვიდრე თვითნასწავლი რო ხარ. და თვითნასწავლს ალბათ პროფესიონალი ყოველთვის დაწვავს. გამოჯანმრთელების გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გეხმარებოდეს ის ადამიანი, ვისაც პირადად აქვს გამოჯანმრთელების გზა გავლილი და თვითონ იყო იმ სიბნელეში, იმისთვის რომ უკეთ გაიაზროს და იგრძნოს, რაზე ესაუბრები. აი აქ გკითხავ შენს პირად გზას და შემდეგ უკვე ეს პირადი გზა მოახერხე ისე, რომ არის შენი პროფესიაც და ეხმარები არა მარტო დამოკიდებულ ადამიანებს, არამედ ეხმარები ადამიანებს პიროვნული განვითარების კუთხით რა. როგორ შეძელია ეს, რომ რაც დამოკიდებულების გზიდან მოხვედი აქამდე და ამდენ ადამიანს ეხმარები, იქნება ეს დამოკიდებული თუ იმ ადამიანებს, რომლებსაც უბრალოდ სურთ, რომ უფრო ხარისხიანი ცხოვრებით იცხოვრონ.
კარგი შეკითხვა და ალბათ ძალიან მნიშვნელოვანიც, იმიტომ რომ ამ სფეროში ვიმეორებ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკულ კავშირს და პირად გამოცდილებას, განვლილ გზას, რომ იმ ადამიანს, ვისაც ეხმარები, კონდეს შენი ნდობა, შენთან ემოციური კავშირი და მოჭიდება იმ ყველაფერზე, ესე ვთქვათ, შენ რასაც უზიარებ. თვითონ ჩემი სტრატეგია, ესე ვთქვათ, ალკოჰოლი იყო შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება, ალბათ, რომელიც მაძლევდა რაღაც ემოციებს თრგუნავდა, რაღაც ემოციებს მიმძაფრებდა და მიქმნიდა ილუზიას, რა თქმა უნდა, რომ ყველაფერი კარგად არის. მაგრამ მანამდე ალბათ დაიწყო როლებით, რო ვიხსენებ იმ პერიოდს. ერთ-ერთი საუკეთესო როლი, რომლითაც რეალობას ვწყდებოდი, იყო ჯამბაზის როლი. სუცდილობდი, რომ ყოფილიყავი კარგ ხასიათზე, ადამიანების დამეყენებინა კარგ ხასიათზე და აი ამ ხიარულების და გართობის და მძაფრი ემოციების აღმძრავი და გამომწვევი ყოფილიყავი მე და ამ როლში კომფორტულად ვგრძნობდი თავს. სადაც ამ ალბათ თავდაჯერებულობას ვიღებდი ალბათ თუ თვით შეფასებას. თან ალბათ ყურადღების ცენტრშიც იყავი ამ დროს და ყურადღების ცენტრში ხარ, რა თქმა უნდა, ამ დროს. ესე გაუცნობიერებლად შეიძლება ბევრ როლში ვყოფილვარ, მაგრამ ეს ერთ-ერთი გამახსენდა, რომელზეც ალბათ ყველაზე ხშირად ვიყავ. შეიძლება ეს კარგი ადამიანის როლიც იყოს, კარგი ბიჭის, ან კარგი გოგოს როლიც, რომელიც ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანის პრობლემაა და ამ როლით ცხოვრობს მთელი ცხოვრება. და როლი რატოა ნარკოტიკი? იმიტომ რომ ზოგადად ნარკოტიკი ხო არის არარეალური მდგომარეობა. როლიც არის არარეალური მდგომარეობა. შენ იმ როლში არ ხარ ნაღდი და იმ როლში ხარ შეიძლება ილუზიაში შეიძლება ვთქვათ რა. მაგრამ ეს ამ როლში ყოფნა არ არის ძლიერი გამაყუჩებელი. ისევე როგორც სერიალების ყურება, ისევე როგორც არის ბევრი რაღაც ანუ ეტაპი აქვს, ბოდიში რო გაწყვეტინებ, რომ თავიდან მიყუჩებს პირობითად ჯამბაზის როლიც. გავურბივარ ამით რაღაცას, თუმცა ამოვწურე, მე გადავდივარ ალკოჰოლზე, ესეც თავიდან კარგი გამაყუჩებელია, თუმცა ალკოჰოლი მაგარი გამაყუჩებელია ძალიან. მაგრამ ხო მიგიყვანა იქამდე, რომ აღარ გაყუჩებდა. თუ არ მისულხარ მაგამდე. როდესაც სვავ ყოველთვის გაყუჩებს. უბრალოდ მეორე რაღაც შინაგანი ხმა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ეს უნდა დასრულდეს. ეს არის ძალიან არა სწორი სტრატეგია. ვაუ. და ეს შინაგანი ხმა ალბათ არის სინდისი ჩვენში, ღმერთი ჩვენში. დოსტატ. ეს მთლიანად ეს ღირებულებების და ძალიან საინტერესოა ეგ რა. გაწახილი. ეს შინაგანი ხმა არასდროს არ მასვენებდა. და საბოლოო ჯამში მივხვდი, რომ ჯერ ერთი რომ პრობლემებს გიქმნის ყველანაირს. რაც უფრო შორს ხარ გაქცეული, უფრო შორიდან ხარ მოსაბრუნებელი, ეგეც არის. მე ინტერესთა სფეროს გივიწროებს კიდე რაც არის ძალიან მე რამაც გამიტეხა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც მაინტერესებდა ბავშვობაში და დროთა განმავლობაში ინტერესთა სფეროს იმდენად გივიწროებს, რომ ანუ არაფერი აღარ გაინტერესებს გარდა იმ ილუზიისა, რომ ილუზიაში ესე მარტივად და სწრაფად შეყავხარ რაღაც ნივთიერებას. მაგიტოა ზოგადად მიმზიდველი ეს სტრატეგია, რომ ძალიან სწრაფად და მარტივად შეყავხარ ისეთ როლში და ილუზიაში, სადაც ხარ ფეხზე კიდია პრობლემები, ხარ თავდაჯერებული, თვითკმარი, მხიარული, მშვიდი
რაღაც ეტაპზე, მერე ალბათ საწყის ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება ხელი წაგკრას კიდეც და წინ ცოტა რაღაც გიბიძგოს წინსვლაში, მაგრამ შემდეგ უკვე ნელა ყველანაირად გასუსტებს. როგორ დაიწყე გამოჯამრთელების გზა? როდის თქვი, რომ საკმარისია და უნდა შევცვალო რაღაც? აი 18 წლის ხო ვიყავი, რომ დავიწყე ცოტა დალევა ლუდით. 20 წლის რო გავხდი, უკვე მივხვდი, რომ მე ჩვეულებრივი, როგორც ახ ჩემი მეგობრები სვავდნენ და სახში ბრუნდებოდნენ და ასე შემდეგ, მე ეგრეთ ჩვეულებრივი ტიპი არ ვიყავი. მივხვდი, რომ რაღაც დროის სატარებლად არ სვავდი მთლად. ხო, და საერთოდ აღარ ბრუნდებოდი სახში. ისინი ხო ბრუნდებოდნენ. კვირაობით აღარ ბრუნდებოდი სახში. და 20 წლის ასაკში მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა და მაქედან დავიწყე სხვათა შორის რა და აი 29 წლის ასაკში მივახციე მიზანს, ანუ მივედი იქ, სადაც რასაც ვეძებდი. და ამ 20-დან 29 წლამდე აი ეს პერიოდი, როდესაც არ მომწონდა ჩემი მდგომარეობა და რაღაც შეცვლა მინდოდა, ბევრი რაღაც ვცადე. ანუ მცდელობები სულ მქონდა. თან არა გარედან მოწოდებული და სხვისი ხათრით, არამედ ეძებდი შენ კი, ვიყავი სხვადასხვა ფსიქოლოგთან, სხვადასხვა თერაპიაზე. მოკლედ, ბევრი სხვადასხვა გზა გავიარე რა, არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ სულიერიც და ასე შემდეგ. მაგრამ პირიქით პროგრესირებდა ეს შინაგანი მდგომარეობა და დისკომფორტი პროგრესირებდა გაუარესების მხრივ. და ერთმანეთთან ძალიან კავშირში არის ფიზიკური მდგომარეობაც, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მენტალური, სოციალური და სულიერი. აი აქ მინდა რომ ერთი აი კარგად შევაჯამო ეს ზოგადად გამოჯამრთელება და ზოგადად გამოჯამრთელება რატო არის კომპლექსური. ესე იგი აუცილებელია, როგორ შეიძლება რომ ფიზიკურად იყო ცუდად, არეული გქონდეს ძილი, არაჯანსაღად იკვებებოდე, არ იყო ფიზიკურად აქტიური და ემოციურად კარგად იყო, ხო? ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომ ძალიან კავშირშია ეს და მნიშვნელოვანია ძილის რუტინის მოწესრიგება, კვების დაბალანსებაც, ფიზიკური აქტიურობის შემოტანაც ჩვენ ცხოვრებაში, რომ გადავიდეთ რაღაც შემდეგ საფეხურზე. მენტალურ ნაწილში მნიშვნელოვანია პირველ რიგში ფიზიკური სიფხიზლე, იმიტომ რომ ფიზიკურად თუ ადამიანი ფხიზელი არ არის, საერთოდ მისი ცნობიერება არის გათიშული და მხოლოდ ილუზიაშია და ვერ იზრდება, ვერ განვითარდება მისი ცნობიერება სხვა სიხშირეზე ვერ გადავა. მუდმივად იქნება რაღაც ფიქრებში და ილუზიებში, რომლიდანაც რო გამოფხიზლდება, იქაც აღარ იქნება, სადაც მანამდე იყო. შემდეგ ეს სიფხიზლე მარტო ფიზიკური არ არის. სიფხიზლე ემოციურიც არის, ასე მნიშვნელოვანია ამის გააზრებაც და ემოციურადაც უნდა შეიცადოს ადამიანი, რომ იყოს ჯანსაღად და მისი ემოციური ინტელექტი იყოს საშუალო დონეზე მაინც, რომ რას გულისხმობს ეგ ემოციური ინტელექტი, საკუთარი ემოციების აღქმას, სახელდებას საკუთარი ემოციების, რომ სულ თუ არაფერი ხვდებოდა, რას გძნობდა, რას განვიცდი სხვადასხვა სიტუაციებში. ესე იგი, სიმშვიდე არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ფსიქიკისთვის. სიმშვიდე და სიფხიზლე, აი ეს ორი წინაპირობა არის, რომელიც თუ არ არის ფსიქიკა მშვიდად და ფხიზლად, ისევე როგორც თუ ფიზიკური სხეული არ არის ჯანსაღად, შეუძლებელია, ხო, განვითარება და წინსვლა. შემდეგ გადავდივარ სოციალურ მხარეზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანი თუ აქ არ არის
სოციალურად ჯანსაღად და გარშემო ყავს ადამიანები ტოქსიკურ ადამიანებს რო ეძახით ქართულად მომწამლავს ნიშნავს მე მგონი ტოქსიკურობა მომწამლავი ადამიანებში როგორ შეიძლება იყოს ჯანსაღად ხო და ადამიანებში რომლებიც ან შენნაირად არიან ან შენზეავად არიან ანუ ტყუილა არავინ არავისთან არ მეგობრობს ხო ყველა რაღაც ერთი და იგივე ცნობიერების ადამიანთან მეგობრობს და აინტერესებს განვითარება ესეთ სოციალურ მდგომარეობაში რთულია მან ეგეთი გამონათქვამის გამიგია რომ თუ ხარ ოთახში სადაც ყველაზე ძლიერი ხარ ესე იგი არასწორ ადგილას ხარ აქ სოციალური ცვლილებები კაი განვითარებას თავი გავანებოთ ეს უფრო და უფრო გაზიანებს ადამიანები რომლებიც არ არიან თვითონ განვითარებაზე ორიენტირებული და აქვთ ისეთი ფასეულობები რომლებიც თქვათ შენი ცნობიერების განვითარებისთვის საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს იმ ადამიანებთან შეუძლებელია განვითარება და პირიქით ზიანდები კიდე. ამიტომ სოციალური ცვლილებებიც მნიშვნელოვანია და ალბათ ეგ ბუნებრივად ხდება. რამე ხელოვნურად რომ ეხა აქედან უნდა გამოვიდე და უფრო მაღალი ცნობიერების ადამიანებთან უნდა შევიდე, ეგ არ არსებობს. როდესაც შენი ცნობიერების სიხშირე იცვლება და შემდეგ ბუნებრივად შენ გარშემო გაჩნდებიან ადამიანები რომლებიც მსგავსი არიან ესე ვთქვათ შენი რა და ეს ადამიანები გავსებენ და გაძლევენ უფრო მეტ мотивაციას. შემდეგი არის უკვე სულიერი მდგომარეობა, ანუ სულიერება და ცნობიერება ერთ წილში განვიხილოთ, სადაც რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია სულიერი მდგომარეობა, კარგად ყოფნისთვის. აქ მე ჩემი გამოცდილება რო გავაზიარო, ყველაზე მეტად დამეხმარნენ ვიმეორებ ადამიანები, მაღალი ცნობიერების ადამიანები და ვისაც ეს გზა გავლილი ჰქონდათ, ვინც დღემდე რაღაცა პიროვნული და სულიერი განვითარების მუღამშია, ესე ვთქვათ. და მათი მიგნებები, აი რო გიზიარებს ტიპი, რომ აი ნახე ეს როგორ დავინახე და აი შენ უნდა გქონდეს ალბათ ამის რესურსი რომ ვა გქონდეს და თურმე სხვანაირად ყოფილა. მე როგორც ხედავდი რაღაც ესე დამახინჯებულად რაც მე მაზიანებდა ესეთი აღქმა, თურმე ეგრე არ ყოფილა, თურმე ბევრად სუფთად და ბევრად უფრო სასიამოვნოდ ყოფილა რაღაც. და აი ეს ყოველი აი ეს გაკვირვება აღმოჩენა მგონია რომ არის იმ სიბნელეების განათება და იმ ბნელი წერტილების. თუმცა რა მგონია იცი რომ აი როდესაც გაქვს ეს რაღაც ვაუ ეფექტი და აღმოჩენები რეალურად იმიტომ გაქვს რომ შენ რაც თქვი შენი სინდისი და შენი შინაგანი ხმა ისედაც ფიქრობდა ამ რაღაცებზე უბრალოდ ძალიან დათრგუნული იყო და უკვე სხვა ადამიანისგან რო გესმის ის რაც შენთან ახლოს არის სინდისთან მაგიტომ მგონია რომ მიყვები რა თორე აი ამაზე თუ შენ ნაფიქრი არ გაქვს თქვათ შინაგანი ხმა არ გეძახის ვერ მიყვები რა ამ გზას იმიტომ რომ შენთან არ ირეზონირებს ეგრეც არის ალბათ არა კი გეთანხმები მაგაში ხო ზუსტად ეგ ვეგულისხმე რესურსი ხო ალბათ ეგაა ზუსტად რესურსი მზად მაგისთვის და დღემდე სხვათა შორის ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის არის აი ეგ მიგნება რომ რაღაცამ შეცვალოს ან ვიღაცამ შემცვალოს ან რაღაცამ ანუ ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის ადამიანები გახდნენ რომელსაც შეუძლია რომ შეგცვალოს ხო და რომელსაც შეუძლია გაგიზიაროს თავისი გამოცდილება თავისი სინათლე დაგანახოს და თქვათ აი ამ აღმოჩენის მერე შენთანაც განათდეს და მგონია რომ აი ეს ერთხელ თუ განათდა ის აღარ ჩაქვრება ის განათებული რჩება და ზუსტად გამოჯანმრთელებაც ეგ არის რომ გამოხვიდე რაღაცა ამ ეგოცენტრული მდგომარეობიდან ამ სირცხვილის მდგომარეობიდან შიშის ბრაზის ბოღმის შურის ეჭვის და ასე შემდეგ. აი ეს არის ალბათ დამოკიდებულების ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებები ეს რაც ჩამოვთვალე და ეს არის ზუსტად დაბალი ცნობიერების მდგომარეობის ემოციები. და ზუსტად აი ამ ცნობიერების განვითარება და განათება
იგივე სულიერი გამოღვიძებაც შეიძლება დავარქვათ ამას, ან სულიერი განვითარება. არის აი ეს სინათლე, რომელიც გაგინათებს ამ სიბნელეს და აღარ გჭირდება ამ სიბნელეში რაღაც ნარკოტიკი, რომელიც ვითომ გაგინათებს. ამ დროს გონია რომ რაღაც გაგინათა, ხარ ილუზიაში ალბათ რაღაც სათვალე გაიკეთე, სადაც იმ სივრცე არის განათებული. და რომ ფხიზლები უფრო მეტ სიბნელეში ფხიზლდები და უფრო იმედ გაცრუებული, უფრო მეტი თვითგვემა გაქვს, წყენა გაქვს, დამნაშავეები უფრო მეტი არიან და ასე შემდეგ. და იცი რა ბოდიში დავამატებ, აი რამდენად კომპლექსურია. აი 4 ბორბალს რო შევადაროთ, ხო, ფიზიკური ნაწილი, მენტალური და ფსიქოლოგიური ნაწილი, სოციალური და სულიერი. აი ამის გააზრება არის მნიშვნელოვანი, რომ გამოჯამრთელება საზოგადოებას რო გონია, რომ არის მხოლოდ გამოფხიზლება გამოდის აი პირველი ბორბლის ფიზიკურ ნაწილში შეცვლა, ოღონდ ისიც ახლა სულ ახალი ბორბლის დაყენებაც არ ითვლება. ის ერთ ბორბალს აყენებ, ოღონდ გამოფხიზლება ხო არ უდრის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებას. შენ გამოფხიზლდი, თორე ჯანსაღად ყვება თუ არ დაიწყე, ძილი თუ არ მოიწესრიგე. ფიზიკურად აქტიური თუ არ გახდი. ეგ ჯანსაღ საკუთარ ხასიათის გამოვლენებებზე თუ არ იმუშავებ მაგალითად. კი, ანუ ეგ ითვლება, რომ ის უბრალოდ გამოფხიზლდი, ანუ ის ბოლომდე გაფუჭებული ბორბალი ოდნავ უფრო უკეთესით შეცვალა. დანარჩენი 3 ბორბალი შესაძლებელი გაქვს. ანუ ფსიქოლოგიური, სოციალური და სულიერი. ანუ რამდენად კომპლექსურად უნდა განვითარდეს ადამიანი, რომ მიაღწიოს მდგომარეობა, სადაც საჭიროება აღარ აქვს უბრალოდ გაქცევის და იმ რეალობით არის ბედნიერი და მაყოფილი და მადლიერი, სადაც არის და აღარ ჭირდება რაღაც დამატებითი საშუალებები. ნამდვილად ეგრეა. იცი რა, მინდა რომ მითხრა, არსებობს თუ არა ერთი საერთო განცდა, რაც ყველა დამოკიდებულ ადამიანს აერთიანებს და არ აქვს მნიშვნელობა ის სუბსტანციებზეა დამოკიდებული, ურთიერთობებს მოიხმარს, შოპაჰოლიკია თუ ასე შემდეგ. აი რამე ერთი საერთო განცდა თუ არსებობს. ეს არის ალბათ არაადეკვატური თვითშეფასება და შიში. და შიშის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება სირცხვილი. შფოთვაც ხო შიშია. და ასევე ინფანტილურობაც და ეგოცენტრულობა. ანუ ეგოისტი ყველა და დამოკიდებული ადამიანი ეგოისტიც არის და ეგოცენტრიკიც. და განსხვავება იმაშია, რომ ეგოცენტრიკი სხვისი თვალებით საერთოდ ვერ იყურება. ეგოისტმა შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება და თავისთვის უნდა და იმას ხვდება, რომ შენ გაზიანებს და შენ გრძნობს, ვთქვათ, შენ ზიანს და შენ ტკივას. მაგრამ იღებს გადაწყვეტილებას და რაღაცას აკეთებს. და ეგოცენტრიკი ვერც აღიქვავს შენ ტკივას. ანუ ეს ლუფშია, ხო? ემპათიას უნარი არ აქვს. ხო. და არის თვითკონცენტრირებული, მიღებაზე ორიენტირებული. ანუ ეგოიზმის კიდე უფრო მძიმე გამოვლინება არის ეგოცენტრიზმი, ხო? კი. და ესეთი ადამიანი თან დამოკიდებული ადამიანი არის ანგარებიანი. ანგარებიანი რაღაც ესეთი ბოროტული თვალსაზრისით არა. მაინც გაუცნობიერებლად საკუთარ კეთილდღეობაზე ორიენტირებული, რაღაც მატერიალურს არ გულისხმობ. მესმის. და ესეც მგონია რომ უყალიბდება იმდენად ბავშვობიდან სულ ცდილობს გადარჩენას და რაღაც მდგომარეობებიდან თავის დაძვრებას და გამოსვლას. რომ ბუნებრივად, ანუ ჯერ მე უნდა გადავრჩე, ჯერ მე უნდა გამოვიდე რაღაც მდგომარეობიდან და მე უნდა ვიცხოვრო თუ მივხედო სხვადასხვა რაღაცას. და ეს უყალიბებს კიდეც ეს თვითკონცენტრირებულ ხასიათს. და მე რაც უფრო თვითკონცენტრირებულია ადამიანი, ხო, უფრო მეტი მძაფრი ემოციები და შეგრძნებები აქვს, ანუ მეტი
მოლოდინები აქვს, შესაბამისად ხშირად მეტი იმედგაცრუებები, წყენები, ეჭვები, შიშები, შფოთვა და მუდმივი შფოთვა წარმოიდგინე, არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობა. და მე ზოგადად აი ამ მძაფრი ემოციების გავლენის ქვეშ ადამიანი ხო კარგავს საღაზრს, მაგაზე გამიგია ეგეთი დაკვირვება, რომ ადამიანი მძაფრი ემოციების გავლენის ქვეშ ადამიანს პირველი სამი აზრი რაც მოსდის, სამივე არაჯანს არის ხშირ შემთხვევაში. მაგიტომ დავიღოთ ალბათ პაუზა. ხო, პაუზა რომ გამოფხიზლდეთ ემოციურად, გონება ის გადახურებული გონება გაცივდეს და ცივ გონებას უბრუნდება საღიაზროვნება, ხო? კი. და დამოკიდებული ადამიანი იმდენად აი ეს თვითკონცენტრირებულია მუდამ და ყველაფერი მას ეხება, ეგოცენტრულია, თვითკონცენტრირებულია, რომ როცა შენ გეხება, უფრო მძაფრია ემოციები, ხო? სხვას როცა ეხება იმდენად. ხო. სხვა ემპათიის გრძნობა გჭირდება. ხშირად აქვს აზრი, ხშირად აქვს საღიაზრი დაკარგული და იღებს არასწორ გადაწყვეტილებებს და მოქმედებს აი ამ არაფხიზელი ემოციური გონებით და იღებს მოკლედ მეორე არასწორ გადაწყვეტილებებს. იც რა მაინტერესებს, რეალურად ეს ეგოცენტრიზმი ხო არ მოდის იქიდან, რომ დამოკიდებული ადამიანი იქიდან გამომდინარე, რომ მტრულად აღიქვავს სამყაროს. აი მაქედან ხო არ მოსდის ეს ეგოცენტრიზმი, რომ ან მაინც არ არის სამყარო კარგი, ცუდია და მოდი მივიღო აქედან მაქსიმალური რა. ეგოცენტრიზმი მაქედან ხო არ მოდის, რადგან მტრულად აღიქვავს სამყაროს? ხო. ეგოცენტრული ბუნება შეიძლება გენეტიკურადაც მოგვსდევს, მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ბავშვი იბადება უკვე უფრო ეგოცენტრული და უფრო ეგოისტი. ხო, მაგრამ ხო შეიძლება რომ ტრავმამაც გამოიწვიოს ის, რომ აღზრდის წესმა ჩამოუყალიბდეს ეგეთი პატერნი რა. არ ვიცი, აი მაგალითად ბავშვობაში რაც გავეცი დიდი სიყვარული მშობლის მიმართ, მინდოდა ჩახუტება, ვერ მივიღე და მან ჩამომიყალიბდა ეგეთი აზრი, რომ სამყარო არის მტრული. და მოდი რა, ახლა თუ ჩემს სიყვარულს არ იღებენ, უგულებელ მყოფენ, მე ვისიამოვნებ ამ სამყაროთი და ამ ადამიანებით და ჩემს თავზე ვიქნები კონცენტრირებული. სამყარო, როდესაც სამყაროს აღიქვა მტრულად, უფრო შიშის მდგომარეობაში ხარ. რა თქმა უნდა, ხო. და შიშის მდგომარეობაში შეიძლება ხარ ამ მიღებაზე ორიენტირებული. შიშის მდგომარეობაში უფრო გაქცევაზე ორიენტირებული ხარ, ვიდრე მიღებაზე. მიღებაზე ორიენტაცია შიშის თვალშიშის ბრალი არ მგონია. მესმის. და ეგოცენტრულიც შეიძლება ამ მტრულად უბრალოდ სამყარო აღიქვა მუცლად ყოფნიდანვე, იმიტომ რომ იქ დედის სტრესს დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო შეიძლება იქიდანვე, შეიძლება ეგრე დაიბადო უკვე მაგ აღქმით. არ ვიცი ზუსტად, რომ იბადები მე რაღაც ასაკში აღიქვა სამყაროს მტრულად, თუ უკვე რაღაც განწყობით იბადები, ეგ ალბათ ძალიან რთულია მაგ ყველაფრის დადგენა, რომ მე მაინც მგონია, რომ მოგყვება ჩვენ გენეტიკურად ჩვენი მშობლებისგან და წინაპრებისგან გარკვეული ხასიათი. და ბავშვიც, როგორც ვიცი, მუცლად ყოფნის დროს აბსოლუტურად ყველა ემოციას გრძნობს დედისას. ხო, კი, ანუ გენეტიკურად ხო მოგყვება ჩვენი წინაპრების. მუცლად ყოფნის დროსაც ვიყოლებთ რაღაცას. ხო, მესმის. და რომ დაბადების შემდეგ ამაზე ყველა ვსაუბრობთ უკვე, ხო, რომ რაღაცა 5 წლამდე თუ 7 წლამდე, როდესაც ესე ვთქვათ, პიროვნული კარკასი იქმნება ადამიანის, მან ყალიბდება ძალიან ბევრი თვითშეფასების დიდი ნაწილი ყალიბდება 2 წლამდე, მე მგონი თუ 3 წლამდე, 5 წლამდე კი არა. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მან ძალიან მგზნობიარეა ბავშვი, რწმუნებულებებიც მან მაგასაკში ყალიბდება და მთლიანად საბაზისო ღირებულებათა სისტემა მანდიდება. და თავარი პროგრამა, მე რომელი პროგრამითაც მუშაობ, მანდიდება. მაგრამ ბაზა უკვე მოგყვება გენეტიკურად. არის რომ რაღაცაზე აი ამ ბაზაზე შეიძლება რაღაც პროგრამა
სხვანაირად ჩაიწეროს. ხო. ეგ ძალიან რთულია ალბათ რა მაგის აღმოჩენა, რომ მე ესეთი ბუნების დავიბადე, თუ მე გავხდი ტრაუმებმა განაპირობა. შეიძლება არც აქვს დიდი მნიშვნელობა მაგას, არა? ხო, ალბათ არა, ხო, რა გვაძლევს, რომ არაფერსაც არ გვაძლევს იდეაში ახლა მაგის აღმოჩენა, რომ ესეთი დავიბადე თუ დედამ დამაზიანა, თქვა, თუ ბებია. ალბათ გვაძლევს მე პირიქით სხვებზე დაბრალების და თუმცა ალბათ ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ დედა იქნება თუ მამა, რა დოზითაც შეეძლოთ სიყვარულის მოცემა და რა რესურსის ჩადებაც შეეძლოთ თავიანთ შვილში, დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველაფერი ჩადეს და მან თუ ის გააზრება შემოვა, რომ დედა შენით შეიძლება ისევე გაიზარდა როგორც შენ, როცა ის ბავშვი იყო, რაღაც გააზრებებით შემოდის რა და რაც შეეძლო გააკეთეს რა. კი, რა თქმა უნდა, შვილისთვის არავის არ უნდა, ხო? შვილის დაზიანება და შვილისთვის ცუდი არავის არ უნდა. უბრალოდ რაც შენ არ გაქვს, იმას ვერც გასცემ. ვერც გასცემ. და არც არსებობს შობელი, რომელიც შეცდომას არ უშვებს. რა თქმა უნდა. მე ვარ ერთი ეგეთი. და იცი რა მინდა, აღარ მოკლედ მინდა ამაზე რომ მიპასუხო. რას მოიცავს გამოჯამრთელების გზა? აი ეტაპები მაინტერესებს. გამოჯამრთელების გზა პირველ რიგში მოიცავს სიღრმისეულ თვითანალიზს. ეს არის უმნიშვნელოვანესი. და მაგაზე სადღაც წავიკითხე და ძალიან მომწონს ეგ ფრაზა მარკუს ავრელიუსის ადამიანს თუ საკუთარ თავზე დაკვირვება არ დაუწყია, ესე იგი არაფერი არ დაუწყია ცხოვრებაში. მაგით იწყება ყველაფერი, სიღრმისეული თვითანალიზით. ჩემი დაკვირვებით ძლიერი ადამიანები, რომლებიც არიან პირველ რიგში წარმატება ვისთვის რა არის, ხო, ვიღაცისთვის რაღაცა ფული, ძალაუფლება და სოციალური სტატუსი, ვიღაცისთვის საკუთარ თავზე მუშაობა და შინაგანი ჰარმონია. და სიმშვიდე, სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნა, მადლიერება და ასე შემდეგ. და მაგ მხრივ წარმატებული ადამიანებს მე რა თქმა უნდა იშვიათია, მაგრამ რო ვაკვირდები, აქვთ ერთი მთავარი თვისება, რომ საათობით შეუძლიათ საკუთარ თავში ქექვა და საკუთარ თავზე დაკვირვება. მე ვადარებ ხოლმე რაღაც კამერის შემოbrunებას. მე ყოველთვის მიჭირდა ადრე ეს კამერის შემოbrunება. და მაგით დაიწყო ალბათ ჩემი განვითარება და ჩემი გამოჯამრთელების გზა. იმის, მოდი ესე ვიტყვი, იმის გაგება თუ რა არის კარგად ყოფნა. კარგად ყოფნა რა იყო არ ვიცოდი. ეხლა ხვდები რა არის კარგად ყოფნა და მაგიტო აღარც საჭიროება მაქვს, აღარც როლების და აღარც ალკოჰოლის და სხვადასხვა საშუალებების, რომლითაც ილუზიაში ამოვყო თავი და მეგონოს რომ კარგად ვარ. ესე იგი იწყება სიღრმისეული თვითანალიზით. ჯერ კარგად უნდა აღმოაჩინო შენი ეგოიზმი. ეს არის აუცილებელი რა. აი კარგი მამხილებელი უნდა გახდე შენი ეგოიზმის. ეს არის უმნიშვნელოვანესი ასე ვთქვათ პირობა ცვლილებების, პიროვნული განვითარების პირველი რაც უნდა დააყენო ალბათ კამერა შენ ეგოიზმს უნდა დაუყენო კამერა, რომ ამხილო როდის შეყავხარ სიბნელეში და როდის გეუბნება. ერთხელ თუ დაიყენე კამერა, მე რა ურთიერთობებშიც სულ გიყენია რა, შენს თავს უყურებ მაგით, რომ რა მოტივი მაქვს, რას რატო ვამბობ, რას რატო ვაკეთებ და რაც აი ცნობიერად ხარ რა, ცდილობ რომ რაღაცას თუ ისე აკეთებდი, რაც არ მოგწონდა, რაღაც შინაგან დისკომფორტს გიჩენდა შენს თავთან ამას ცვლი რა და ეგ ძალიან საინტერესო პროცესია. მაგ კამერით რა დადიხარ. ერთი კამერა არ არის საკმარისი, ყველგან კამერა უნდა დავუყენო. ძალიან მოხერხებული არის და ძალიან მოქნილი და ალბათ ყველაზე მეტად ადამიანებს გამოგვდის ყველაზე მეტად ადამიანებს რეალობის აღქმის უნარს გვიკარგავს საკუთარი ეგო. და ეს გამოიხატება პირველ რიგში თავის გამართლებით. შედარება შეჯიბრებით.
სხვაზე დაბრალებით რაღაცეების და საკუთარი თავის მოტყუებით, მარტივად რომ ვთქვათ. ყველაზე კარგი და მოქნილი მატყუარები ვართ პირველ რიგში საკუთარი თავის. იმიტომ რომ როდესაც სხვას ვატყუებთ, ვიცით რომ ვატყუებთ და როდესაც საკუთარ თავს ვატყუებთ, აზრზე არ ვართ იმდენჯერ, აი დღის განმავლობაში შეიძლება 100-ჯერ მოვიტყუოთ თავი და ვერც კი მივხვდეთ. ან მივხვდეთ და სიმართლის მაგვარი, მაგრამ არა გულწრფელი რაღაცები შევფუთოთ და დავიჯეროთ, რომ ამიტომ ზმაო. ესე იგი, მაგით იწყება სიღრმისეული თვითანალიზით, საკუთარი ეგოიზმის აღმოჩენით, საკუთარი ეგოცენტრული ბუნების აღმოჩენით, საკუთარი ანგარებიანი ბუნების აღმოჩენით და ანგარება არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა ადამიანების. რაში მჟღავდება ეს ეგოიზმიდან? აი, მაგრამ რა უნდა აღმოვაჩინოთ? წყენებში, შიშებში, ეჭვებში, ანგარებაში, მრისხანებაში, შულში, ბოღმაში და აი ამ დამანგრეველ ემოციებში. და შემდეგ ეს რა თქმა უნდა ვაღიაროთ პირველ რიგში საკუთარ თავთან და უნდა ასევე ამ სიღრმისეული თვითანალიზის შედეგად აღმოვაჩინოთ ჩვენი ხასიათის დეფექტები და ჩვენი ნაკლოვანებები. რაზეც უნდა ვიმუშაოთ ინტენსიურად, რომ გარდავქმნათ ეს ჩვენი ხასიათის დეფექტები და ნაკლოვანებები. აი, ფაქტიურად, აი ეს ჩვენი ხასიათის დეფექტების მეორე მხარე, ანუ ამის გარდაქმნა ხდება სულიერი პრინციპებით ცხოვრება და სისუფთავე. ძალიან საინტერესოა რა, ანუ მოქმედებ რეალურად იმისთვის, რომ რაღაცები შეიცვალოს რა, ნირგავ ახლებურ ქმედებებს, ხო? ამ აღიარებასთან და რაც საკუთარ თავთან ჩაღრმავებასთან ერთად. ნერგავ ახლებურ აზროვნებას პირველ რიგში, რასაც მოყვება ქცევა და ქცევას მოყვება ჩვევა და ჩვევები ჩემი აზრით ჩვენ ბედსაც კი განაპირობებს, ჩვენი ჩვევები და ქცევები. ამიტომ აი ისევ იმით დავამთავრებ, რომ როდესაც მე გავხდები კარგი დამკვირვებელი საკუთარი თავის, ოღონდ პრაქტიკულად, სადაც წერასაც გამოვიყენებ, სადაც ანუ ბევრ კამერას დავაყენებ, სადაც საკუთარ ემოციებსაც დავაკვირდები და ეს ემოცია ისე აი ხშირად ხდება, რომ მოვა, გათრევს, წავა და ვერც კი მიხვდი რა მოხდა და როდესაც ემოციური ინტელექტი შედარებით მაღალი გაქვს, ემოცია როდესაც მოდის ამას ცნობ და ამის ცნობა უკვე იმას ნიშნავს, რომ იმას ისეთი გავლენა შენზე აღარ აქვს. უკვე იცი დაახლოებით ამ ემოცია შენში რა შეგრძნებებს იწვევს, ადრე რა გაგაკეთებინა, 100-ჯერ რა გაგაკეთებინა. ანუ როცა აღმოვაჩენ, ისე კომპულსურად ვეღარ გმართავს. ცნობ იღებ და თავისუფლები რა. კი, ან თავისუფლები, ან რაღაც გარკვეული ძალაუფლება გააქვს უკვე ამ ემოციაზე. ან კარგია თუ ხშირად აღწერ შენ ემოციებს, შენ შეგრძნებებს, შენ სურვილებს, შენ რეაქციებს. ანუ თვითშემეცნება მიდის რა, რაღაცა განსვეთილ ფრაზას ვიტყვი, მაგრამ რაღაცა შეიცანი თავი შენი და შეიცნობ სამყაროს რა, ამაში დიდი სიბრძნეა. რომ გქონდეს საკუთარ თავზე ძალაუფლება, უნდა იცნობდე შენ თავს. სხვა შემთხვევაში შეუძლებელია. როგორ შეიძლება დაალაგო ოთახი, თუ იმ ოთახში შუქი არა ანთე და კარგად არ დაინახე სად რა ხდება, ხო? დაახლოებით ეგეთი რაღაც არის. როგორ შეიძლება დაალაგო შენი შინაგანი მდგომარეობა, თუ კარგად არ დაინახე სად რა ხდება და კარგად არ გაიცანი. და ჩემთვის ამ გამოჯამრთელების გზაში აი უნიკალური რაც არის ის, რომ ჯგუფური მხარდაჭერა რა. უზიარებ ადამიანებს შენს ემოციებს და რაც არ უნდა იყოს ზუსტად ეგოცენტრული ბუნებიდან გამომდინარე დამოკიდებულ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ მას თავით ზუსტად არავინ არ არის და როცა ხედავს, რომ არიან ადამიანები, ვისაც იგივე ემოციები აქვთ, რაღაც ძალიან დიდი შვების და არ ვიცი, ბედნიერების განცდა მოაქვს ამას რა. ჩემთვის ვახო ხარ მაგალითი იმის, რომ დამოკიდებულება არ არის განაჩენი და არჩევანი ყოველთვის არსებობს. და სწორედ ამიტომ მინდა რომ ჩვენი ეპიზოდი დავასრულოთ შენი მიმართვით, რომ მიმართო მსმენელს და კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ვერ გამოვიდნენ დამოკიდებულების ჩაკეტილი წრიდან. აი რას ეტყოდი ამ ადამიანებს? ეგ არის ჩემთვის ძალიან საინტერესო.
გამოჯანმრთელება შესაძლებელია და თავარი არის მონდომება და სურვილი. მე არ მინახავს ადამიანი, ვინც მოინდომა და ეს ვერ შეძლო. ხონდ გულწრფელ მონდომებაზე მოქვს საუბარი. როცა გულწრფელად რაღაცას მოინდომებ, მთელი სამყარო ხელს გიწყობს და მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ვისაც გულწრფელად რაღაც უნდა, იმ ადამიანებს ის ყველაფერი აქვთ, ვისაც რა უნდა. ახლა ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავი და გაგვიზიარა ის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დააგროვე და მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მსმენელსაც, რომ გვიყურებდით, იყავით ჩვენთან ერთად და დროებით.